გორის სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის ვახო ფიცხელაურის დაკავების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდაარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით ვახო ფიცხელაურმა დაკავებისას თითქოს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. კერძოდ ფიცხელაურს ადმინისტრაციულ სამართალდაარღვევათა კოდექსის 173 მუხლის პირველ და მეორე ნაწილს ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე პოლიციელები გამოიკითხნენ. საქმეს მოსამართლე ნინო გერგაული იხილავს. შეგახსენებთ, რომ ვახო ფიცხელაური დაკავებულია ასევე თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დადასტურდა მოკლედ, რასაც ვამბობდით, პოლიციელები ვერ იძლევიან ურთიერთშესაბამის და დამაჯერებელ ჩვენებებს. სხვა მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, რომ თითქოს ვახტანგ ფიცხელაურმა ჩაიდინა ადმინისტრაციული გადაცდომა. შესაბამისად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება გამოვიდეს, ეს არის შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდაარღვევის საქმე. რაც შეეხება იმას, თუ რაში დაჭირდათ ეს, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ვახტანგ ფიცხელაურის დაკავება სინამდვილეში მოხდა მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ვიდრე გამოვიდოდა სასამართლოს განჩინება მისი დაკავების ბრძანები, მისი დაკავების ასე ვთქვათ განკარგულებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდოდ დაიზღვია თავი და წინასწარ მოახდინა ვახტანგ ფიცხელაურის დაკავება და იმისათვის, რათა კანონიერი სახე მიეცა ამ დაკავებისათვის, გააფორმეს თითქოს ვახტანგ ფიცხელაურმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდაარღვევა, არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ჩვენ ვნახეთ დღეს სხდომაზე დაკითხული ის პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ დაკავებაში, რომლებმაც ვერაფრით ვერ ახსნეს თუ რა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა ვახტანგ ფიცხელაური და რატო გახდა საერთოდ ვახტანგ ფიცხელაური აგრესიული და იყო თუ არა ლოგიკური მისი მხრიდან ამ აგრესიის გამოვლინება. კითხვაზე თუ რატომ არ იქნა ამოღებული ვიდეო ჩანაწერები, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო დაფიქსირება იმისა, მართლა გახდა თუ არა ვახტანგ ფიცხელაური აგრესიული და რა პირობებში და გარემოებებში მოხდა მისი დაკავება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქმეში არსებული მხოლოდ ამ პოლიციელთა ჩვენებები უკვე საკმარისი იყო და უნდა ყოფილიყო მისი ადმინისტრაციულ სამართალდაარღვევა ცნობისათვის, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. ერთადერთი წელი გავიდა იმ თარიღიდან, როდესაც ვახტანგ ფიცხელაური ჩემი მეუღლე საკუთარი ეზოდან გაიტაცა სამა კრიმინალმა და დღემდე არიან დაუსჯელები. ხო? მე არავიზე არ მინდა რაიმეს თქმა განსაკუთრებით მტკიცებით ფორმაში, მაგრამ შესაძლებელი არის, რომ რაღაც თვალსაზრისით ეს კრიმინალები გავიცანით ზუსტად, იმიტომ რომ ვახოს გამტაცებელი არც ერთი არ არის დაიდენტიფიცირებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არის ამოღებული თუნდაც 112-ის ჩანაწერები. ანუ ამოღებაზეც კი არ არის საუბარი, უბრალოდ ლაივ რეჟიმში აქვს როგორც ვიცი წვდომა და იმ კონკრეტულ მომენტშივე შეეძლოთ მიეღოთ. ეს ერთი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, ცრუ მოწმეების, ესე დავარქმევდი, სხვანაირად შეიძლება მოვიხსენიო, ჩვენებები ცხადი არის ურთიერთგამომრიცხავი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არის სიცრუე და სიცრუეები ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. ცოტა რთულია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ კარგად არიან ნარეპეტიციებელი ეს ადამიანები და ცდილობდნენ, რომ როგორმე დაემთხვიათ ერთმანეთს. თუმცა მაინც ვერ დაამთხვიეს, რადგან არ ვიცი, ერთი ნაწილი ამბობს, რომ ვახომ ტანტრუმი დაიმართა დაკავების მომენტში და მეორე ნაწილი ამბობს, რომ არა, მსგავსი რამე არ ყოფილაო. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ვახომ დედა აგინა და მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენა და მეორე ნაწილი ალბათ თავმოყარეობაზე შეეხო, რომ თუ დედა მაგინა, ესე იგი არ უნდა გამეშვა და ამბობს, რომ არა, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულაო და შესაბამისად ეს ჩვენებებიც არის ურთიერთსაწინააღმდეგო.